გუშინ ჩვენმა მაყურებელმა კიდევ ერთი დღესასწაული იხილა. აგერ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე კაშკაშა თიკა, რომელიც ესე გმირულად დღევანდელ ეთერშიც შემოვიდა და ისევ ბდღვიალებს და ისევ ანათებს. პირდაპირ ეთერი იყო გუშინაც რატო მიდიხარო, ფარე მაკიაჟით გაკეთებული დარჩიო, მაგრამ მაინც ვარჩიე წასვლა და დაბრუნება. მოკლედ, მეგა შოუ საქართველოს ხმის პირველი ლაივი იხილა ჩვენმა მაყურებელმა გასულ ღამეს. ნოსტალგიის, კინომუსიკისა და ემოციების დღე იყო დამეთანხმებით. მაყურებელმაც მიიღო გადაწყვეტილება და საუკეთესოს ორი მონაწილე გამოაკლდა სამწუხაროდ, ვინ გახდა პირველი ტურის რჩეული და როგორ ჩაიარა გასულმა ღამემ. მოვლენებს გავიხსენებთ ნინო მჭედლურის სიუჟეტით ახლა. ეს მართლა ლამაზია. მოგესმის ჩემი რომლაღი არწივის შემოისხაფთები გაუმარჯოს ავალესა ტრიალებს ვერისუბნის მელოდიები სიყვარული ყველას უნდა შერეკილები მიმინო და სხვა ეს იმ ქართული ფილმების ჩამონათვალია, რომლებშიც შესრულებული უკვდავი სიმღერები მეგა შოუს საქართველოს ხმის სცენაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა. სწორედ ქართული კინომუსიკა იყო პროექტის პირველი ლაივ შოუს თემა. და დარჩა ბოლო 45 წამი და წამზომი ჩაირთო. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხმის ჟიურიმ 10 საუკეთესო მონაწილე გამოარჩია, გადაწყვეტილების მიღების უფლება სრულად მაყურებელს დარჩა. პროექტი ორმა კონკურსანტმა დატოვა. მაყურებლის გადაწყვეტილებით საქართველოს ხმის მარათონს გულიკო თოფჩიშვილი და გიორგი პეტრიაშვილი გამოეთიშნენ. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ გმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით. სანამ სცენაზე გამოვიდოდი, მაშინაც ისე მიხაროდა რომ გამოვიდოდი და რავი. კარგი გამოსვლა იყო საერთო ჯამში და ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი, რომ ეს შეიძლება და მომხდარიყო. ჩემთვის ზოგადად ყველა სიმღერა ახალი გამოცდილება. სირთულე ალბათ თავდაპირველად არის სანამ ამოხსნი ამ სიმღერას, რაში მდგომარეობს ეს ყველაფერი და ხო, მთავარია სცენაზე რომ დადგები, ეს დაალაგებული აზრები არ აჩეჩო და რაღაცები არ მოხდეს. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, მაგრამ ცხოვრება გრძელდება რა თქმა უნდა. თავიდან სიმღერა რომ მივიღე, შევეცადე რომ მაქსიმალურად ახალ თაობას რომ მოწონებო და ისე გადამეკეთებინა და ჩემ თავზე მომერგო და მე მგონი გამოვიდა. ბედის ბორბალი იღბლიანი აღმოჩნდა ბექა მაისურაძესთვის. მან მაყურებლის რჩეულის ტიტული ქართული მიუზიკლის უკვდავი კომპოზიციის შესრულებით მოიპოვა. მე არასდროს მიმღერია ესეთ სიმღერა, ეს იყო ჩემთვის უდიდესი გამოწვევა. ჩემი აზრით, კარგად შევასრულე ამჟამად და სხვებზე რა გითხრათ, სხვები საუბარსაც არ დავიწყებ, უბრალოდ იმდენად მომეწონა და ბევრგან თქვი და კიდევ ძალიან ბევრჯერ ვიტყვი, რომ ათეულში სულ ყველა ვართ ის ადამიანები, ვინც ვიმსახურებთ რომ იყოთ ათეულში და არა მარტო ეს, ნებისმიერმა რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ეს გასაკვირი არ ჩემთვის იქნება, არც ჯიურისთვის და არც თვითონ მათთვის, არც მაყურებლისთვის. ემოციებისგან ვარ დაცლილი, რასაც ქვია. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. მარნეულელებს ძალიან დიდი მადლობა, ჩემს ხევსურებს უღრმესი მადლობა, დედა რაჭველი მყავს და რაჭველებს უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის და რა ვიცი, ესე გავაგრძელოთ და იმედია მივალთ ფინალამდე. კინოტურში მონაწილეებმა ცნობილი კომპოზიციები ცოცხალი ბენდის თანხლებით შეასრულეს. თითოეულ გამოსვლას თან ახლდა კრიტიკული შეფასება ჟიურისგან. რჩევების გათვალისწინებისთვის კონკურსანტებს დრო მეორე ლაივ შოუმდე აქვთ. ეს იყო პირდაპირი ეთერი, ყოველთვის ანერვიულოა, ყველა ხარვეზი ისმის, ყველაფერს ხედავთ, ყველაფერს ვამჩნევთ და ამიტომ ძალიან ბევრს ღელავენ მონაწილეები. ჩვენ მათ მდგომარეობაში შევდივართ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, იზოლებულები ვართ, შევაფასოთ. რაც შეეხება შედეგს, ეს ფინალი ძალიან უსამართლო იყო, თუმცა როგორც არ უნდა დამთავრებული იყო, მაინც ესე ვიტყოდი, რომ უსამართლოა, იმიტომ რომ ესენი ყველანი იმსახურებენ ფინალში მოხვედრას. ძალიან ემოციურია, მე ვიცი რას გზნობს ეხა ის ადამიანები, ვინც დგანან სცენაზე,
ვისგანაც აკეთებენ ადამიანები არჩევანს და ძალიან რთულია მათთვის იქ დგომა, ძალიან დიდი სანერვიულოა და არ ვიცი, ყველანაირად შევდივარ მათ მდგომარეობაში, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ უმაგრესი შოუ გამოდის. საოცარი 8 მონაწილე და კიდევ უფრო რთული გადაწყვეტილება. ასეთი შედეგებით შეხვდება მაყურებელი საქართველოს ხმის შემდეგ ლაივს, სადაც მომღერლებთან ერთად მოუწევს ბრძოლა საუკეთესოს გამოსავლენად.